არაფრის თქვენი სიტყვა არის საინტერესო, მაგრამ საინტერესო დაიწყო რა. შენ იქ იპოვე ნებისმიერ გემოვნებათაგან აი უმეტესის შესაფერ თამაშს. თქვათ გინდა რომ უთკუჭურ, ანუ მაღალფერმოც ხო? არის აგერ იტალიის და ესპანეთის თამაში. ნამდვილად ეგეთი იყო. კი, ძალიან კაი თამაში. ფუტური ებიჭე. ხო. თუ გემოს ატარდეს ვთქვათ რაღაც. გონების მუშაობას ფერმუტის დროს ალბათ არის ეს თამაში. თუ გინდა რაღაცა ეს ისტორიული თვი გამოხატვა ცოტა და შესკდომას უყურო და აი მოდი გადავუაროთ აგერ არის რუსეთის ნაკრები ჩეხეთთან. ეს კარგი თამაშია. შენ ხა დანიის თამაში ახსენე და მე თაზოს მინდა ვკითხო რომ თაზოსთან რა ფორმაცაც ვიარ კითხვა აღარ დასვა მიხვდება თვითონ. მეორე თამაში რა გონია როგორ მოხდება? როდესმე დაანებებს მარო კითხავს ესეც. მე რაღაცა ყოველთვის იმედი მქონდა რომ ვერდით თუ უზის ხოლმე კოკუდა რატომაც კოკუ იმ ნაკრების და იმ თაობის ფეხბურთელია რომელიც მაგრამ სხვა პოზიციაზე დავიწყო ყურება და სულ გონია რომ ეტყვის რომ ათამაშოს ჰოლანდიის ის ფეხბურთი რომელიც ყველას გინახავს და ალბათ ძალიან ჯინაზე არ ვიყვარს ჰოლანდია ალბათ რაღაცა ყველას მოგწონს მაგრამ წინამსოფლად მარუკი მოვიდა იმის მერე უყურებ რაღაცა საშინო ფეხბურთს რომელიც მე პირადად არა როგორ წინამორბედი ყავდა ვამბასტენი ხო და ჩააბარა რაღაც მემკვიდრეობა ასე ვთქვათ ამ კაცს და ნუ მიხედავთ უსა გაცილებთ ახალგაზრდა ხო ვთქვათ მაგრამ სამწუხაროდ ვამბასტენს არაპატიეს რუსეთთან წაგება და სხვათა შორის რუსეთმა ითამაშა მე მომეწონა ძალიან რუსეთის თამაში ხა რაც რუსებმა ჩეხებთან ითამაშეს ძალიან მომეწონა და თუ შეიძლება ვიღაცაზე გამორჩევა ძალიან სუსტი იყო ხა იმ თამაში ხა ეგრეც არ არის ჩეხეთი ძალიან სუსტი იყო მაგრამ სადაც გამორჩევა მართლა მწვნელი არ ყავს გუნდს ეს მე მგონი ჩეხეთის შემთხვევაში გამოჩნდა. სხვათა შორის რომელიც ახლა 2-0-ს იგებს. კი. თამაში ხო, არა, ხო, ეგრე. საერთოდ ნებისმიერ ჩემპიონატის დასაწყისი ესეა რა, სულ რაღაც დიდი აჟიოტაჟით ხვდებით და მე ზოგჯერ ამართლა, ზოგჯერ მაგრამ შემდეგ გაირკვევა. თუმცა ეს ჩემპიონატი მე მგონი ძალიან ეფექტურად დაიწყო მაინც. ეფექტურად და ამასუს ეგეთ დასაწყისი. ხო, გოლები. საკმაოდ საინტერესო დასაწყისი. ხო, ძალიან ინტერესო. აი, ნუ თვითონ ამ ჩემპიონატმა რაღაცა გამართლა ჩემი მოლოდინი იმის, რომ სანაკრებო ფეხბურთი რაღაცა ძალიან უკან არის წამოსული ვიდრე ფუტბოლი. ხო, იმიტომ რომ ისეთი საინტერესო რაღაცა, ანუ აი კლუბ ფეხბურთთან შედარებით, ხო, აი რაღაცა სანახაობა არის ნაკლები, ნუ კი დაძაბულობა მეტია და რაღაცა, მაგრამ აი ჰოლანდიის დაუბრუნდით ერთ წუთს აი მახუსთან და გრინჩთან რა შეკითხვა. ჰოლანდიამ როგორც 2012 წლის 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი გაიარა, ფრინავდნენ, ყველა თამაში მოიგეს. ეხლაც ითამაშა ძალიან მაგრა შესარჩევში. აი მართლა ძალიან მაგრა ფეხბურთს აჩვენებდა და თან ეხა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ითამაშა ამხანაგური ჩრდილოეთ ირლანდიას. ნუ არ არის თქვა ჩრდილოეთ ირლანდია ინდიკატორი იმისი, რომ როგორი ძლიერია ჰოლანდია თუ არა, მაგრამ ითამაშა ის ფეხბურთი რატომაც მოგწონს, ხო, ჰოლანდია. და აი მიმომხილველები ჰოლანდიელები უპირველეს ყოვლისა ზუსტად უწუნებენ მარუიქს იმას, რომ როგორც კი გადის ამ უკვე ფინალურ ეტაპზე, იწყებს შედეგზე თამაშს. ხო. ანუ ფრთხილი ხდება და ეს ხო არა, იმიტომ X თამაშობს იმას, რაც მოგწონთ და მოგწონს, აქ უკვე აბსოლუტურად სხვა რაღაცას თამაშობს. არა, რაღაცა ეს არის რა. არა და პირიქით უნდა იყოს ახლა. ამხანაგურ შეხვედრა არა, სპეციფიკურად რაღაცა, ნუ იმიტომ აკლებად მაგრამ მის ფსიქოპორტრეტს ვერ შევქმნით ახლა აქ ხო, არა, უბრალოდ ჩაუნავდებით ამ მარუკის იმას ფენომენს, მაგრამ ერთი რამე ახლა მე მაგალითად არ დამავიწყდება ხო ახლა არავის არ დამავიწყდება ჰოლანდია როგორც ესიზღებოდეს ადამიანს ჰოლანდიის ნაკრები ის სამი თამაში ჯგუფში წლის წინანდელი 2008-ში 2008 ჯგუფში ხო იტალიასთან საფრანგეთთან ნუ ეს რაღაცა და ასევე კენედის ყველობასავით სიტუაცია იყო რუსეთთან წაგება ნუ რაღაცა უხსნელი ხო რადგან ვერ საბერძნეთის ჩემპიონობა გადისწრება და ვერ ვიღებ პასუხს აი რატო შეიძლება და წაეგო იმ დღეს ჰოლანდიის ნაკრებს
რუსეთთან. ეხლა აქ უფრო გასაგები რაღაცა იყო რა, იმიტომ რომ აქ უკვე ბრძოლა არის. მაგალითად ყავდეს სნეიდერი და ისა ვამპერსი და რობენი. რობენი, უფრო სნეიდერი და რობენს გამოყოფდი რა. ახლა ვამპერსი ვიცი გასაგები. ვამპერსი ხო, რაღაცა ცოტა ჩიხშია შესული რა, ჩემი აზრით, ვამპერსის ისა ფენომენი. ხოდა თან ბიუჯეტის პრობლემა აქვს ხო სულ ხა თუ არა რატო არა აქვს აშკარად აქვს მე რაღაცა პრობლემა რატომღაც აი სულაც გონია იმიტომ რომ კარგი ჰოლანდიის ნაკრები როდესაც იყო ჩემპიონი ევროპის გინდ მსოფლიო ჩემპიონატებზე და როდესაც ნუ გასამახსოვრებელი ნაკრები როცა იქ რატომღაც სუსტი გოლი ესე რომ ვთქვა ხო ნუ ესეთ გამოკვეთილი სუსტი გოლი არ ხონია და ამიტომ რაღაცა ალბათ ეს სიფრთხილე რომელიც დღეს არის გამოწვეული სწორედ იმის ბრალია რომ აქვს სუსტი გოლი დაცვაში და ალბათ მაგიტომ არა ნუ რა ვიცი ესპანეთ იტალიის თამაში იყო ერთ-ერთი სანახაობრივი მე მგონი ხო და ერთ-ერთი კარგი თამაში ხო ესპანეთის უფრო მაგრამ ერთი მომენტი იყო რომ ბოსკემ ითამაშა პეპის ფეხბურთი ამაში მე მგონი მეთანხმებით ხო მაგრამ არა თავიდანვე როცა ცრუ ფორვარდად დააყენა ფაბრიკას ეგრე წოდებულ ცრუ ფორვარდად ხო და ნუ ეს შეცდომა ნუ მესი არ ყავს ერთია და მე კიდე უკვე გაიგეს ევროპაში რას თამაშობს ბარსა უკვე მინი ფეხბურთს თამაშობს არა მინი ფეხბურთს არ თამაშობს ძალიან მაგარ ფეხბურთს თამაშობს მაგრამ უკვე მივხვდნენ ხო და აქ მეორე ფაქტორიც არის რომ ფაბრეგასი ადამიანი რომელმაც 100%-იანი თითო თამაში აფუჭებდა 100%-იან მომენტს წინა წელს ბარსაში და ფაქტურად დააკარგინა ჩემპიონობა მე მიმაჩნია რომ ბოსკემ ითამაშა არასწორად თორე ამ იტალიასთან ესპანეთს მოგება შეეძლო არა როგორ რა სწორი თამაში რას ნიშნავს ტორესი რომ დაეკრიბა რა თქვა იგივე ბარსა აუცილებლად იმიტომ რომ იტალიის თუნდაც ნეგრედო შეხედვარე მარტო ნახევარმცველებით რო ეთამაშები ფლანგით ესპანელი ნუ დეროსი ფლანგი დან ხო არა მეორე ტაიმში შეგვიძლია ხესუს ნავოსი მე ძალიან გამოკვირვა იტალია მე ძალიან არც მე არ რაღაცა და შევეცადე რომ ობიექტური ყოფილიყავი და პირველი ტაიმი ძალიან კარგად ითამაშა ესე იგი ყველაზე ეფექტური თამაში იყო არასდროს იტალიის კი და ნუ დეროსის თამაშმა საერთოდ გამოკვირვა იმიტომ რომ ადამიანი რაც კი რამე წავიდა მოხსნა ხო რაც კი საჯარიმაში შედიოდა ბურთი და ხო რა ვიცი ერთ-ერთი კარგი თამაში იყო მე მგონი და მაგჯგუფში მე მგონი ფავორიტი იტალია ესპანეთ ალბათ ხოლმე ეგრეც იყო და ალბათ გავლენ კიდეც და მაგრამ ხორვატიასაც რაღაცა ესე თუმცა ხორვატიაც და ირლანდიაც გააწამებს იმედი მაქვს აი მახო შენ მაგაზე მინდოდა ხე შენთვის მეკითხა რას ფიქრობ ხორვატია ირლანდია გაუწევენ კონკურენციას ნუ ირლანდიისგან მეც მოილოდი ხა პირველ თამაშზე რა თქმა უნდა მაგრამ ნუ ხორვატიამ ძალიან ესე იგი ძალიან სერიოზული რითაც ირლანდიელები მოგწონს ხოლმე ჩვენ ხასიათი ხო ის ხასიათი სწორედ ხორვატიამ აჩვენა ანუ არ ჩერდებოდნენ უბრალოდ არა და რეალურად უფრო სუსტი გუნდიც არის ხო პიკ ამოსუტკის საშუალებასაც არ აძლევდნენ ხა ყოველთვის არის რაღაცა ტალღები ხო რაღაცა აღმასვლო მე თქვა თამაში უნდა ესენი 2-11 მეტრიანი სხვა არ დაუდეს ხოლმე არ უნდებოდნენ რა საერთოდ რა განსხვავებით დაუშვათ მაგალითად ისე დამთავრდა ის ინგლისის საფრანგეთი რომ ვერც გავიგე რა აი რაღაცნაირად ესე ჯიგრულად რა გადაიხურნენ და დაიშალენ ბიტლებივით რა ანუ შვიდად დამთავრდა არანაირი ომი ხო აბსოლუტურად ორივეს აწყვობდა მე მაგრამ მაწყობდა ეს ისა მაგრამ მაწყობდა კი არა უფრო არ მაწყობდა რა თქმა უნდა მაგრამ ნუ მაყოფილი დავრჩი მაინც იმიტომ რომ ძალიან შემაშინეს რა ფრანგებმა მეორე ტაიმში რაც ყველაზე ძლიერი გვაქვს ჩვენ ნუ ინგლისის ნაკრებს ხო ანუ ამ შემთხვევაში ვინგერების მომენტი და ეს საერთოდ ჩავარდა რა ამ პირველ თამაში საერთოდ ფრანგებმა ვერ იმუშავეს ჯერად დაცვაში იდგა ხო და ნუ ხა ველბეკამდე ბურთი უნდა მიეტანა ჯერარდი არა კიდე ბევრი ისკრი დაცვაში მაგრამ ჯერარდი რო დაცვაში იდგა ეს უკვე ხო არა გასაგებია არა ან მე ვთვლი რომ ეგ თამაში ან უკეთ ითამაშა იმ ხრივ ინგლისმა რომ იმ რესურსით რაც ჰქონდა რეალურად ან სხვა ვერაფერს ვერ გააკეთებდა მაგით ვარ მაყოფილი შედეგი მისაღებია ხო სივრცე დაუკეთეს აბსოლუტურად ყველანაირი ახლა ფრანგები გაცილებით სწრაფები არიან ვიდრე ინგლისელები დღევანდელ გუნდებზე ვსაუბრობ და ფრანგი
გამოჩნდა რომ ამ საფრანგეთის ნაკრებს თუ ჩაუკეტავს სივრცეს აბსოლუტურად ნებისმიერ ყველა გუნდი ვერც ერთი გუნდი ვერ მიაღწევს ნუ რადგან დავიწყეთ მაგაზე საუბარი წარმატებას ნებისმიერ გუნდს რომ ჩაუკეტავს არა ეხა გუნდები არის რომელსაც არ ჭირდება ეხა ეს სივრცეები არ არის რა ამათი ესე რა რაც ინგლისმა თაობა გამაზა არ ვიცი ეს არის ის დამსახურება მწვრთნელის მანა 90-იანებში არ არის 90-იანები მე ისე კარგად მაკმანამანის თაობაც იგივე და 2004-დან უკვე ჯერარდის და ფერდინანდეს და ნევილების ბეკემის კოულზის და მაგათი თაობა ხო და მაინც მე რატომ დავიწყე ამას საუბარი რომ მე მიმაჩნია რომ არსენ ვენგერი არის ფეხბურთის ჯეიმს ჯოისი მე ასე მიმაჩნია რა ფეხბურთის ჯეიმს ჯოისი ეს კაცი არის გენიოსი და ბრძენი და რატომ არასოდეს არ გაუჩნდა ფეხბურთის ფედერაციას ინგლისის ფეხბურთის ფედერაციას რომ სულ ან შეეთავაზებინა რომ დაენიშნათ თვითონ ამ ადამიანმა ისეთი ადამიანები აქცია ისეთი ფრანგულ ასე ვთქვათ ყაიდის ტიპია ხა ჯოის არ შევადრიდი უფრო ვინმე აი მაინც ავი შეადარებდი ვინმე ისეთი როლან ბარტის როლან ბარტ არა და სხვადასხვა ვენგერ შესთავაზეს ეს იყო 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე დათო აი ეს მეორე ხარისხოვანი გუნდები ნუ ესე პირობითად ვთქვათ არ ვიტყვი ხო პირობითად ვამბობ რომ აი არაფავორიტებიდან ვისი თამაში მოგეწონა გუნდის გარეშე ხო აი ვის თამაში მოგეწონა მე უკრაინის თამაში მომეწონა ნუ მეორე თამაში მომეწონა მომეწონა რომ ეს მეგობრი ხარის კაცს ხნავს თან მაგრად ხნავს და თან ძალიან მაგრად მეორე გოლი განსაკუთრებით ცელმა ჭამაი რომ უნდა ყოფილიყო პატივი გამოიწვია ამა ხო შემოუარა რა სამ მაგარი გოლი გენიალური გოლი გაიტანა და ორივე იყო წინვალე რა საოცრება იყო კი და რუსეთზე რა რუსეთში ეს ძოლები მაქვს რა არა თამაშის ხარისხს ეთიკო ერთ-ერთი გუნდია რომელზე ლაპარაკისას აი არ მინდა და ძალიან მიჭირს რუსეთის როგორც სახელმწიფოს და სახელმწიფოსი მეც მიჭირს მაგრამ აი ხო ნუ არა ფაქტია რომ ხა კარგად ითამაშა მაგრამ ეხა დღეს კიდევ ნახავთ არა მე ვამბობ რომ შანსები აქვს ხო რა არა გუნდთან რომელიც ეს ახლა სხვა ჩვენ ლაპარაკის მომენტში სხვადასხვა თამაშობს. მაგრამ იულ ჯგუფში არის რა მაინც. ხო, წეულია ჯგუფია რა, ძალიან ცუდი ჯგუფია. საუნდეთ მაშინ უდები. პოლონეთთან იგივე შეიძლება ითქვას ერთადერთი თქვენგან გასულა მე მახსოვს 92-ში ეს ისეთი პოლონეთის თამაში 0-0 ძალება იყო რომ არ უნდა შეეტიან და გამოვიდნენ 5-0 მაგაც. თორე პოლონეთსაც მე მგონი რომ საუნდა მაშინ მოვგება. ესე რომ ჯგუფიდან და მე მგონი გაამწარებს ხო? ბევრს. ეს არ არის ჩემი აზრით ის არ არის. გერმანია ჰოლანდიის ნაკრები არა რაც იყო მე მგონი. ისე ვერ თამაშობ. ხო არა, ალბათ ისე ვერ თამაშობენ, იგივე გუნდი არის ფაქტიურად. ცოტა ცოტა 4 წლის ბებერი გუნდი უყურდა. ამჯერადი გუნდია რაღაცნაირად. არსებობს ხო თქვა იგივე რუსეთი, ბულგარეთი, აი ეს ზოგჯერ ხო გადიან ეს გუნდები, ხვდებიან ხან ევროპის ჩემპიონატზე, ხან სოფლიო ჩემპიონატზე. დანია ხო არა, დანიას და იმას შვედეთს, სულ მე რაც მახსოვს ხელს ფეხბურთს, სულ ყოველთვის ყავს სტაბილურად კარგი გუნდი. და იშვიათად იცვლიან მწვრთნელს. ხო, შვედეთს 18 წელიწადში რაღაცა 2-3 წელიწადს რამდენი ხანია ხო? ხო, ისიც ხო, მოუწევია. დათო გერმანიაზე რას ხვდები? მე მგონი არაჩვენა ის თამაში, რასაც უცდებით, ხო? გერმანია აჩქარობს ხო? ხო, ეგეც არ. შეიძლება ძალიან სტერეოტიპული ლაპარაკი გამოვიდეს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ამ შემოვარ ეთნიკური გერმანელები არ არიან. ხო, ხასიათით ეს გერმანული გუნდია, რაციონალური რუსები ვით, მაგალითად არ შესყდომიანენ თავიანთი თუ არ დახარჯულან და რუსებს მე მგონია რომ ნელა ძალიან მოაკლდებათ ახლა თუ ესე იქნება. ესენი პირიქით მგონდები რომ მოუმატებენ. ხო, მაგრამ თამაშეს ის რაც იყო 1-0 პორტუგალიასთან. მაგრამ აქ რაღაც ბედის მომენტიც იყო მე მგონი ხო? იქ ხარიხა ორჯერ. ადგინახავს ფერმოთი. არა, ხო, მაგრამ ერთი რამე მინდა კითხო უკაცრავად. გერმანიის ნაკრები არ გენანება მისი თაობა რო ვერაფერს ვერ აღწევს. ეს ნაკრები მე არა მე ძალიან მიუღწევთ კაი ხანია. ხო და ეს ნაკრები იზრდება რა უკვე კლინსმანის დროიდან იზრდება და უკვე ეს ეს ფინალშია ხოლმე და ხო და 13-ზე გაგიდა ახლა ფინალში 90 წელს რო გააღწია იმის მერე არაფერი არ ის 96-ში 96-ში გერმანიას და აი მაგის მერე დაეწყოთ ეს თაობათა სხვა და მიუხედავად იმისა რომ ძალიან ძიმე იყო ეს პერიოდი, მაგათ მაინც 2002-ში ფინალში იყვნენ.
91 მე ძალიან დიდი ტრამვა მივიღე რა. 98-ში მეოთხედ ფინალში გამოვარდა ხორვატია. არგენტინა. ხო და აი იყო ძალიან დიდი ხო, ნუ ეგ იყო ინგლისელებისთვის მე რასაც უყურებ, აი რაც როგორც უთამაშია თუ უკანასკნელ მუნდიალებზე და ევროპის ჩემპიონატებზე საუკეთესო გუნდი ყავდა. ბოდი სანდრო ძალიან ახალგაზრდა ძალიან ესაა შემართებული. ბოდი შენი სიმპათია ჰოლანდიის გარდა რა გუნდმა დაიმსახურა? იტალიამ დაიმსახურა, ჩემი დიდი სიმპათია, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ ვისაც არ გულშემატკივრობდა, ვინც არ უნდა ეთამაშებოდეს იტალიას, ყოველთვის იბასკეტო არ ვიცი იტალიას ეთამაშება. მაგრამ შეიძლება რუსეთს არ გულშემატკივრდეს. ხო და ეხლა ნამდვილად საბერძნეთს არ მომეწონა რომ ითამაშოს ძალიან, რა ნუ ის არც პორტუგალი. ნუ ესპანეთთან რო ეგრე ითამაშებდა იტალია, ნამდვილად არ მეგონა რომ რაღაცა 10 კაცით დაცვაში და ბალოტელი ველური თუმცა ფოტოები მაინც ეგეთი რომ ინიესტა რო ყავთ მოქცეული ხა ეგეთი სიტუაცია ყოველთვის ეს მარიო რა ფენომენი ერთი თქვენ გამაგებინეთ რა მინდა კითხოთ რა მოგწონთ ეს ბალოტელი ხო ბალოტას სახეზე ეწერა ყველაფერი რა ფენომენიც არის აი მომენტში რა როდესაც ჩაფიქრდა ერთი ელზე გადივიდა მოგარეცა და გაქვავდა რა ტიპი უცებ რა ეხა ეს თალკი ფენომენია რა ეს მე თვალებში ეწერა რა იმ კაცს თვალე აი როგორ შეიძლება რომ გაჩერდა რა ადამიანი ესე იგი არც მარცხნივ იყურებოდა, არც მეკარე, სადღაც იყურება, აი, რაღაც სივრცეში იყურებოდა რა. რაღაც გაახსენე. მოთამაშეა უბრალოდ რა და ეგრევე და ყველაზე მაგარი გადაწყვეტილება ეგ იყო რომ იმისი რომ ეგრევე რომ გამოსვლა. ეგრევე გამოსვლა და ეგრევე ვინც შემოვიდა გენათალე. გენათალე. და მოთამაშეებს თუ გამოარჩევდი თუ ინმეს? დათო. ვინ მოგეწონა? არ რასაც უყურეთ. ოღონდ ნუ ცოტა ისეთი. მე რა მე პერსპექტივაში რო კარგი. მაინც? ხო, ვიცი რომ მიჭირდება. მე მგონია შევჩენკომ დაგვანახა ყველას ყველაზე თუ ვინ არის. უფრო პატარა მზოეცა. პატარა რა ვიცი მე დიდი მოყვარული არ ვარ ფეხბურთელის, მაგრამ რატომაც გონია რომ ოზილი ნუ ოზილს დამტკიცა დიდი ხნის. მე მიმაჩნია რომ ზაგოევი ითამაშებს ძალიან დიდ ფეხბურთს. ძალიან წავიც, მაგრამ ნუ თუ გაიზარდა ითამაშებს. თუ გაიზარდა და ეხლა აღმოაჩნდა ნიჭი და ესე მეც ვითამაშებდი. მაგრამ პირველი რაღაცნაირი ესეთი პიროვნებების თუ არ ჩავთვლით უკრაინას ხო და შევჩენკოს ფენომენს ხო მაგრამ პირველი ტური არ იყო რაღაცა პიროვნებების ტური რა ხო აი გამოჩნდება ეგ მომენტი მაგრა გამოჩნდება გადამწყვეტ მესამე ტურში გამოჩნდება რომ ნახევარფინალებში ხო ისა მეოთხე ფინალი ნახევარფინალი სულ ეგ იქნება რა რომ აი ვინ როგორ როლი ისტორიაში ხო რა დაახლოებით რობენის მომენტი მადარდებს კიდე ძალიან იმიტომ რომ პირველ თამაში პატურულად მე ეჭვი მაქრო რაც უთხრა თუნდაც საპირისპიროს აკეთებდა რა მე მგონი რაღაც ისულელე უთხრა იმ თუნდაც ალბათ არ ვიცი და მე კიდე იმედი მაქრო ამ პერსის როგორ წვალობდა სნეიდერი აი მას მიტოვებდა გაიტანოს ბევრი გოლები პერსის ხო და ხო ალბათ უბრალოდ ცოტა მობილიზება ჭირდებათ რა და შეიძლება გააკეთონ ის რაც გააკეთეს ფრანგებმა 2006 წელს და არ უსმენდნენ დომენიკს არაფერს აბსოლუტურად. გერმანია, ესპანეთი და რუსეთი იქნებიან ნახევარფინალში. რუსეთი? გერმანია, ესპანეთი და რუსეთი? მეოთხეს ვერ ვარ. მე მგონია რომ ესპანეთი და გერმანიას რო ანიჭებენ უპირატესობას ვერც ერთი ვერ ითამაშებს ფინალში რატომაც ეგრე მგონია მე საერთოდ მგონია რომ ესპანეთი ხო მე მგონია რომ გერმანია ძალიან სწორად გაანაწილებს ალბათ თავის ძალებს რაც თქვით ახლა არაფერს განსაკუთრებას არ ვამბობ მარტო სუესზე არიან ხოლმე და ამის ხარჯზეც რაღაცნაირად აღწევენ წარმატებას საბოლოო წარმატება შეიძლება არა მაგრამ ჯერჯერობით ხო და რა ვიცი სასაული სიმედი უნდა გქონდეს ინგლისელებსაც და ჰოლანდიელებსაც ფრანგებსაც და ზუსტად მაგის ხო მე მაგით მიყვარს ფეხბურთი და დანიის ნაკრებსაც ნაწილობრივ მაგიტომ გულშემატკივრობ რომ სასაული გააკეთეს აი ბრაზილია ეს დავამთავრეთ ალელებლე და დავამთავრეთ